ჰოლანდიაში ცნობილ პოლიტიკოს ჰერტ ვილდერს ასამართლებენ, მას მუსლიმანების შეურაცხყოფასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიტიკოს ერთწლიანი პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება. ექსტრემისტულმა ისლამურმა ორგანიზაციებმა კი ვილდერს სიკვდილით დასჯა უკვე შეუფარდეს. ჰოლანდიაში ცნობილ პოლიტიკოს მუსლიმანთა შეურაცხყოფის გამო ასამართლებენ. თავისუფლების ანტიისლამური პარტიის ლიდერი ჰერტ ვილდერსი რელიგიათა შორის კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულეს. მიზეზი 2006-2008 წლებში პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. ვილდერსმა ყურანი ადოლფ ჰიტლერის წიგნს მაინ კამფში ადარა. ჰოლანდიაში აკრძალულია ადამიანთა შეურაცხყოფა, მათი დისკრიმინაცია თუ სიძულვილის ხელშეწყობა. სასამართლო პროცესის დროს გაირკვევა თუ რა მიზნით აკეთებდა ბატონი ვილდერსი მსგავს განცხადებებს. სასამართლო პროცესი ამსტერდამში დაიწყო. სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. ვილდერსი ჰოლანდიაში პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს სახელწოდებით შეაჩერეთ ნიდერლანდების ისლამიზმი. რადიკალური პოლიტიკოსი მუსლიმანების იმიგრაციის შესაჩერებლად იბრძვის და ქვეყანაში ახალი მეჩეთების მშენებლობის აკრძალვას ითხოვს. ჩვენი აზრით ვილდერსი ადამიანებს შეურაცხყოფას მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის გამო აყენებს. ვფიქრობ, რომ ეს დაუშვებელია. ჰერტ ვილდერსი 17-წუთიანი დოკუმენტური ფილმის ფიტნას ავტორია, რომელიც 2008 წელს ინტერნეტით გავრცელდა. ფილმმა მუსლიმანური სამყაროს აღშფოთება გამოიწვია. მაშინ აჩვენებია 11 სექტემბრის ტერაქტის კადრები, რომლებსაც ყურანიდან ციტატები ახლავს, რომელიც ურჯულოების განადგურებისკენ მოუწოდებს. ფილმში დამოწმებულია მუსლიმანური ექსტრემისტული ორგანიზაციების ლიდერთა გამონათქვამები, რომ ისლამი მსოფლიო რელიგიად უნდა იქცეს. რადიკალმა ისლამისტებმა უკვე განაცხადეს, რომ სასამართლო განაჩენის მიუხედავად ჰოლანდიელ პოლიტიკოს სამაგიროს გადაუხდიან და სიკვდილით დასჯიან. ევროპისა და აზიის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ ორდღიანი სამიტის ევროპა-აზიას ფარგლებში. ისინი საფინანსო ბაზრის დარეგულირების საკითხებს განიხილავენ. სამიტის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ აზიელ ლიდერებთან შეხვედრები გამართა და ვიეტნამელ და ტაილანდელ კოლეგებთან მან ევროკავშირსა და მათ ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ ისაუბრა. ევროკავშირი მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას ავსტრალიასთანაც გეგმავს. სამიტში მონაწილე ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის 60%-ს აწარმოებენ. ერაყში კი ნავთობის მარაგი შეაფასეს. ქვეყანაში ნავთობის რესურსმა 25% იმატა, რაც მის ექსპორტზე კვოტების ზრდის შესაძლებლობას მოგცემს. ეს განცხადება ერაყის ნავთობის მინისტრმა ჰუსეინ ალ-შახრისტანიმ გააკეთა. ქვეყანაში ნავთობის მარაგი 159 მილიარდ ბარელს შეადგენს. ახალი მაჩვენებლით საუდის არაბეთის შემდეგ ერაყი მსოფლიოში ნავთობის ექსპორტიორი მეორე ქვეყანაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერაყი 115 მილიარდი ბარელის მფლობელი იყო. ახალ მონაცემებს კი მიმდინარე ომის გამო არ ახმაურებდნენ. მოხარული ვარ, რომ ერაყელ ხალხს კარგი ამბავი ვაცნობო. ჩვენ ახალი მონაცემები მივიღეთ ერაყული ნავთობის მარაგის შესახებ. დღეს ერაყი ოფიციალურად გადასცემს ინფორმაციას სათანადო სტრუქტურებს, რათა ახალი რეზერვები საერთაშორისო დონეზე იქნეს აღიარებული. ბოლო შეფასებით ჩვენი მარაგი 115 მილიარდ ბარელს შეადგენდა, თუმცა ახალი რეზერვი 159 მილიარდი ბარელია. ისრაელის სადავო ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოებს უახლოეს 2 თვეში არ გაანახლებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ განაცხადა, მან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიჩელს სიტყვიერი დაპირებაც მისცა, თუმცა მისივე თქმით ოფიციალურმა ვაშინგტონმა მეტი კომპრომისი აღარ უნდა მოითხოვოს. ისრაელის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მშენებლობის შესაჩერებლად ეს ბოლო მორატორიუმი იქნება. כעת יש לנו עניין להמשיך במשא ומתן לשלום. זהו אינטרס חיוני של מדינת ישראל. გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტური დასრულდა. მოულოდნელმა ლიდერმა მაინცმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და ბაიერნისა და კაიზერსლაუტერნის შედეგი გაიმეორა. მაინცი 21 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი დორტმუნდის ბორუსია, რომელმაც შინ ბაიერნი დაამარცხა. გერმანიაში მეშვიდე ტური გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერმა მაინცმა გულშემატკივარი არც ამჯერად დააღალატა და ჰოფენჰაიმს 4-2 მოუგო. მაინცელებმა 7 ჩატარებული მატჩიდან 7-ვე მოიგეს და ბუნდესლიგას სათავეში უდგანან. ასეთი შედეგი გერმანიის ბუნდესლიგაში მხოლოდ 2 გუნდს ჰქონდა. 1995-1996 წლის სეზონში ბაიერნის 2001-2002 წელს კაიზერსლაუტერნს. გერმანიაში უკვე დაიწყეს ლაპარაკი მაინცის გაჩემპიონებასთან დაკავშირებით, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვერცხლის სინზე არავითარ კომენტარს არ აკეთებს.
მოულოდნელად ბორუსიამ ჩემპიონატში კარგი სტარტი აიღო. დორტმუნდში ადგილობრივმა გუნდმა ბავარიელებს უმასპინძლა და ანგარიში 2-0 მოუგო. ამ მოგებით ბორუსიამ მეორე ადგილი გაიმყარა და ფეხდაფეხ მისდევს მაინცელებს. რაც შეეხება ბუნდესლიგის კიდევ ერთ გრანდს, შალკემ კიდევ ერთი მატჩი წააგო ამჯერად ნიურბერგთან. გელზარიკი ხენელებს კლუბის არსებობის ისტორიაში ასეთი ცუდი სტარტი არ ქონიათ. 7 მატჩი 5 წაგება.